მოგესალმებით. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. დიახ, საშუალოდ გავუყურებდი. გამოყრილი მაქვს რაღაც იჭამე ისეთი რამაც მომცა ეს რეაქცია, ასე რომ რაც ვიზამთ, იმედია თქვენ არ ხართ ამ დღეში. მოკლედ დღევანდელი დღისთვის, რასაც ვაპირებ, რომ გავშალო, ეს არის თუ რა უნდა იცოდე. აი ეს რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდე, რაც უნდა გაითვალისწინო, რაც უნდა გააკეთო ფოკუსირება, რა მოდის, ასე შემდეგ, რაც წამოვა ინფორმაცია. თქვენთვის არის 3 დასტა 1 2 3 სამწუხაროდ იმედია მიკროფონზე რომ ხელი მომხდა რამე პრობლემა არ შეგექმნათ და დაგვირდით აირჩეთ დასტა რა როგორ რანაირად საიდან წამოვა თქვენთვის მესეჯები პირველიდან მეორედან მესამედან ასევე სანამ უშუალოდ გაშლაზე გადავალთ ვიტყვი რომ მაქვს აქციასავით სასწავლო გაშლა არის 4 კითხვისგან შედგება ეს არის თუ ვინ მოდის თქვენგან ან ვინ მოდის სიყვარულის ენერგიაში შეიძლება იყოს ახლანდელი ადამიანი შეიძლება ყოფილი ადამიანი იყოს ყოფილი საყვარელი შეიძლება იყოს სულად ახალი ადამიანი მაგას გაშლის დროს გავარკვევთ ანუ ზოგადად გადამოწმება არის ენერგიის რეალურად რა ვინ მოდის სიყვარულის ენერგიაში რას ფიქრობს თქვენზე რას გრძნობს როგორ უყურებს ურთიერთობას რა გონია ეს ურთიერთობა საიწავა და რას აპირებს ეგ პოსტი მედო Instagram-ზეც და აქაც YouTube-ზეც მიდევს პოსტი უფრო კარგად არის ჩამოთვლილი კითხვები როგორც ასეთი ეს არის ვინ მოდის რას გრძნობს რას ფიქრობს რას აპირებს მეოთხე კითხვას არ ვიცი ეგ არის თუ არა բայց გადახედეთ თუ რამეა მაგ პოსტს და თუ გადაწყოთ რომ მომწეროთ WhatsApp-ში პირდაპირ სკრინი ჩამიგდეთ და მივხვდები რომ ეგ გაშლა გაინტერესებთ და ეგ აქცია გაინტერესებთ მოკლედ მე დავიწყებ ახლა უკვე უშუალოდ გაშლას და ნახოთ დასტა პირველი იქნება 02:35 მოგესალმებით დასტა ნომერი 1 ვინც აირჩიეთ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად ლამაზად საინტერესოდ გაქვთ და დავიწყოთ ჯერ ორაკულის კარტით ძალიან მიყვარს ეს კარტი იმიტომ რომ ზოგადად წარმოდგენას მიქმნის დასტა ნომერი 1 ვინც აირჩია იმ ადამიანების კოლექტიურ ენერგიაზე თუ რა გაყვეთილს გადიან სად არიან კონკრეტულად ეს დასტა ვინც აირჩია ხო და რა ხდება ზოგადად ამ ადამიანებისთვის რაღაცნაირად მგონია რომ მგონი ჩავქვი თუ ხო არ ვიცი მოკლედ დავიწყოთ დასტა ნომერი 1 რა უნდა იცოდეს დასტა ნომერი 1-მა acceptance okay მიმღებლობა and the service okay და მსახურება მიმღებლობა და მსახურება მიმღებლობა კონკრეტულად ანუ ხართ იმ გარემოში და იმ სიტუაციაში იმ კონკრეტულ ენერგიას რასაც ამ წამს კითხულობ თქვენ რაც გაქვთ ეს არის მიმღებლობა იმის რომ არ რაღაცებისაც ვერ შეცვლი ზოგადად ამ კონკრეტულ ენერგიას ეხება რომელსაც მე უკვე ტაროს კარტით გავარკვევთ ზუსტად რა არის ეს ენერგია როგორ მატერიალიზდება და როგორ გამოიხატება თქვენს ფიქრებში თქვენს გრძნობებში ხო თუმცა უკვე რაც ვიცით წინასწარ ეს არის რომ ის ენერგია რაც თქვენკენ მოდის და რაც როგორც უნდა აისახოს და როგორც იქნება ამას მნიშვნელობა არ აქვს ეს არის რომ თქვენ ვერ შეცვლით შედეგს ფაქტია ანუ ის რაც მოხდება და როგორც განვითარდება სიტუაცია მათ თქვენ ვერ შეცვლით ვერაფერს გარდა იმისა რომ მხოლოდ შეგიძლიათ ვიღაცას დაეხმაროთ თუ ეს ადამიანს უნდა რომ დაეხმაროთ იმიტომ რომ მათ აქვს მსახურება I feel good when I can help others ანუ როდესაც ხო შემიძლია დავეხმარო მაშინ თავს ვცნობ კარგად ფაქტია რომ სიტუაცია იქნება და გარემო იქნება სადაც თქვენ მოგიწევთ რომ ადამიანს დაეხმაროთ ვიღაცას ნახოთ
როგორია სიტუაცია, რა უნდა იცოდე, რას ეხება ეს ყველაფერი. სამიანი კვერთხებით. გასაგებია, ანუ ეს ისეთი მომენტია, რომელსაც თქვენ უკვე ელოდებით. კარგი ხანია. And the moon, და მთვარე. და ცხრიანი ხმლები მაქვს კიდე. მოკლედ ეს ენერგია რაც მოდის თქვენთან, ამ ენერგიის მიმართ ხართ ხო ზოგი ენერგიას სახის ზოგი რას სახის ამას მნიშვნელობა არ აქვს ხალხს რაღაცა გონებაში გამახსენა ერთი ადამიანი რომ მაშებოდა ხოლმე რომ ეს ენერგია რას ნიშნავს რაღაცა ანუ ვინ როგორ აღიქონს მოვლენა სიტუაცია ასე შემდეგ სანამ უშუალოდ მატერიალიზდება ეს რაღაცა და გარკვეული გახდება შენი ცნობიერისთვის თუ რა არის მანამდე მე ამ რაღაცას ეძახი ენერგიას ხო, ასე რომ თუ იმის გაინტერესებდა და თუ იმე ფიქრობდით თუ როგორ და რანაირად, ხო? ფაქტია ეს ენერგია რაც თქვენამდე მოდის, ამ ენერგიის მიმართ გაქვთ ძალიან დიდი მოლოდინი, თუმცა ზუსტად არ იცით როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს სიტუაცია და მოძრაულად ხართ ნერვიულად. ცხრიანი ხმები მეუბნება იმას, რომ აი ეს რაღაცა კონკრეტული სიტუაცია იქნება, თუ ადამიანი იქნება, თუ რა იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს კარტი ამბობს, რომ თქვენ ამის გამო ნერვიულად და გაქვთ შფოთვა. შეიძლება ელოდებით რაიმე პასუხი, შეიძლება ელოდებით დასტურს ხო, ანუ ფაქტია რომ ელოდებით შედეგს, რომელსაც წინასწარ ვერ საზღვრავთ თქვენ თვითონ. მაგიტომ აქვს სავარაუდოდ ის რომ მე იმ სიტუაციაში ვერაფერს ვერ შეცვლიშე. რაც შემოვა. ხო, ანუ უნდა მიიღო უბრალოდ, რაც ხდება. კი ბატონო. რა შუაშია ეს დახმარების მომენტი? სამყაროს კარტი მაქვს. ამას ვერ გამოვაჩენ, იმიტომ რომ ტიტლიკანი ხალი ხეთია იქ და YouTube-ი ამბობს რომ და მაგ high priestess კი ბატონო, მოკლედ ძალიან დიდი ალბათობით ახლა ვინც მიყურებს, მაგ ორი ვარიანტი. ეს არის რომ თქვენს გაქვთ რაღაცა კონკრეტული ნიჭი ინტუიცია ინტუიტა შეიძლება ტაროს კარტებს იყენებ. აი აქ მეუბნება იმას, რომ უბრალოდ უნდა მიიღო შენი მოცემული. შეიძლება ეწინააღმდეგები ამ ნიჭს, აი ამ ძალას, ამ უნარს რაღაცას, რომ ყველა სხვადასხვანაირად ეძახის ამ მომენტს. შეიძლება ამას ეწინააღმდეგები არ იცი, საერთოდ შეიძლება წაგიყვანოს, მაგრამ ფაქტია, რომ არ გასვენებ შეიძლება ღამე აქ მთვარე მაქვს, ინტუიცია მაქვს, რაღაცა მყარო მაქვს. ანუ ფაქტია რომ გამოღვიძების მომენტიც მაქვს, ზოგიერთი თქვენგანისთვის, ანუ რაღაცა კონკრეტულ სრულებას განიცდის, შენი ცნობიერი, შენი ქვეცნობიერი, შენი არსება და განვითარების რაღაცა ეტაპზე გადადიხარ, სადაც უკვე შენთვის ეს ყველაფერი მისაღები უნდა იყოს, რაც ხდება შენ გარშემო. ცოტა ისეთი რაღაცები, რაც ვერ ხსნი, მეტაფიზიკური დავარქვათ, მისტიკური დავარქვათ, თუ რაღაც რაც გვინდა ის დავარქვათ. მაგრამ ფაქტია რომ რაღაც ცოდნა შემოდის შენამდე ისეთი რეალიზება, ისეთი რაღაცის გააზრება, რომელიც მოგცემს იმის საშუალებას, რომ შემდეგ ეს შენი უნარი, ეს შენი ნიჭი გამოიყენო. შეიძლება არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც ეს როგორც მე მსგავსი რამე იყოს, შეიძლება სხვა რაღაცა იყოს, მაგრამ აი ესეც დაეხმარო, შეიძლება ხატავდე, შეიძლება წერდე, შეიძლება მღეროდე. ფაქტია რომ რაღაც უნარი ვითარდება შენში და შენში რაღაცა უნარი დაწინაურდება, რომელიც დაეხმარება სხვებს იმაში რომ განიკურნენ, იმაში რომ წინ წავიდნენ. მოკლედ ენერგია ძალიან კარგია, უბრალოდ ეს შენ გაშფოთებს ინსაიტიკა, ოკეი, შფოთვა გაქვს, შეტევა გაქვს, შფოთვითი. რატო? Hey, so once, okay, გასაგებია, კვერთხით უზების, ანუ ფაქტი იმიტომ რომ როგორი რაღაცაა ესეც ინტუიცია, ინსპირაცია, мотивация რომელიც ძალიან დიდ ძალას მოითხოვს შენგან. ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს შენგან. და ამის გამო რამდენად შეგიძლია, რამდენად გაართმევ თავს, რამდენად შეძლებ რომ გავყვე, ხო? რაღაცა კვერთხები ზოგადად არის
რაღაც პატარ-პატარა მიგნებები, პატარ-პატარა იდეები, რომლის მიმართაც შენ აინთები და გინდა რომ გააკეთო. და 10-იანი კვერთხები ყველამ ვიცით, რომ არის ეს რაღაცა ტვირთი, ბარგი, რომელსაც ადამიანი ატარებს. ამ შემთხვევაში მე აქ მხოლოდ 3-იანი მიჩანს, 3 კვერთხი მიჩანს და მე ტულზე კვერთხების. მთლიანობაში 4-ს მიქმნის. 4 არის სტაბილურობა. რეალურად შენ თუ აი ამ რაღაცა კონკრეტულ ნიჭს უნარს მიიღებ, განავითარებ და გაითავისებ, უფრო მეტად სტაბილური გახდება შენი გარემო. ანუ უყურებ აი ამ რაღაც უნარს, თითქოს ეს იყოს ტვირთი, კიდევ ერთი რაღაცა, ზედმეტი ტვირთი იყოს და უფრო ანუ და კი ახლა ეს რომ დაიწყო მე არა. თუ დაიწყე რაღაც, თუ გაინტერესებს რაღაც, თუ აშკარად ატყობ შენ თავში რომ რაღაცის უნარი გააქვს და გინდა რომ ეს განავითარო, ათეკი და განავითარე. იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა გაქვს, ამის უნარი გაქვს, ფაქტია. მთლიანობაში მიქმნის თქვენთან ეს სიტუაცია როგორ რაღაცას იცი რა, ანუ ცოტა ცოტა რო ატრაკებ და გიხარია. ხო. ანუ ეგეთი რაღაცას გავს, ანუ ბევრი ანუ თქვი, ბევრი ხოლავი, ბევრი რაღაც, მაგრამ ანუ კიდე ანუ ბოლომდე მიზეზი შენთანაც რო არ იცი, რატო არ აკეთებ რა რაღაცას რა, ადეკი გააკეთებ. გაქვს უნარი, გაქვს ნიჭი, გაქვს ძალა, ერთ-ერთი ეგ არის რომ ხო, პასუხისმგებლობა იმაზე უნდა აიღო, რომ თუ დაიწყებ მაგ რაღაცას აუცილებლად უნდა გააკეთო. მერე ვერ გადადებ გვერდზე. დასტანო მე პირველი ვინ ხარ? ძალიან მაინტერესებს. ოკეი, ნახოთ. სამიანი ხმები მაქვს. 10-იან კვერთხებზე ვლაპარაკობდი და ამოვიდა და 9-იანი ხმები გამეორდა. და 5-იანი კვერთხები მაქვს. მოკლედ საკუთარ თავს წინასწარ ტკენ გულს რა. საკუთარ თავს წინასწარ უქმნი იმ ილუზიას, რომ იმედგაცრუებული დარჩები და ამიტომ რა აზრი აქვს ამ რაღაცის გაკეთებას. თუ არ გააკეთებ, ვერ გაიგებ. ხო რაღაცა მიზეზად მიქმნი იმას, რომ აი დეპრესია გაქვს, რაღაც არ შეგიძლია, დაღლილი ხარ, მაინც ყველაფერი ერთნაირად მთავრდება. ხუთიანი ხმები, კამათი ჩხუბი, საკუთარ თავთან შეიძლება, ადამიანებთან შეიძლება კონფლიქტი. მაგრამ საკუთარი თავის მოტყუებაც არის, ეს ილუზიაც არის. თუ არასთან ერთად მით უმეტეს. მოკლედ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკუთარი თავი დააჯერო რაღაცაში, რომ აი ეს განვითარება რაც საჭიროა და ეს სამყაროს კარგი რაც მეუბნება, რომ ახალ წრეზე უნდა წახვიდე უკვე, მორჩა დამთავრდა, უკვე უნდა წახვიდე ამ ახალ წრეზე, სადაც იმას რაც გააკეთებ ძალიან დიდი შედეგი მოყვება, რადგან ადამიანებს დაეხმარები და უკან დაგიბრუნდება ეს ენერგია. მიზეზებად გაქვს ის, რომ აქამდეც აკეთებდი, აქამდეც ეხმარებოდი ადამიანებს, მაგრამ უკან არაფერი არ დაგიბრუნდა და დაგიბრუნდა ამხელა უნარი, ამხელა ნიჭი, ამხელა ძალა დაგიბრუნდა უკან. მაინდა-მაინც რამე კონკრეტული სახით უნდა დაგიბრუნდეს, ზოგადად სამყაროსგან რაღაცები მოდის მაშინ, როცა შენთვის საჭიროა და მოდის იმდენი, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რისთვისაც თავის გართმევა შეგიძლია. აკეთო რაღაცა და კონკრეტული მოლოდინი გქონდეს, რომ შედეგი ასეთი უნდა იყოს, საკუთარ თავს ატყუებ. შენ გულით რაც გინდა ის უნდა აკეთო, შედეგი ყოველთვის მოვა, შედეგი ყოველთვის მოვა. ეს შედეგი ოღონდ მოვა ისე, როგორც შენ როგორც შეიძლება კი მოვიდეს ისე, როგორც ელოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მოცემულობით აკეთებ რაღაცას და მიყვები, მაგრამ ამავდროულად ოკეი.
ხო, მაგრამ ამავდროულად არის ისიც, რომ უბრალოდ შეიძლება მოხდეს ისე, რომ რაც შენ ჩად როგორც შენ გინდა, ისი არ გამოვიდეს სიტუაცია. და სხვაგვარად დაგიბრუნდეს ეს რაღაცა შენი კეთილი საქმე, რაც გააკეთე. მოკლედ, გამგებმა გაიგო, იმიტომ რომ მე თან ვერ გავიგე რა ველაპარაკე სიმართლეებით, რა. ცოტა უცნაური ენერგია იყო. ანუ უბრალოდ რომ უნდა ადგე ადამიანმა და უნდა გააკეთო რა რაღაცა რა. ცოტა ეგ არის, რომ ადექი და გააკეთე და ბევრს თამაშობ და იმაშვები ატყუებ შენ თავს რომ რაღაცეები არ გამოგივა და უქმნი შენ თავს იმ უაზრო წარმოდგენას რომ თითქოს არაფერი არ გამოგდის, იმიტომ რომ აი მიღმერთო ჩემო ერთხელ არ გამოგივიდა და ორჯერ არ გამოგივიდა. ხო, ზოგჯერ ცოტა მკაცრი ხდები ხოლმე ეს რაღაცეების მიმართ, იმიტომ რომ საკუთარ თავზეც ბრაზობ ხოლმე. ხა მარტო ეს ის ხარ არის, რომ არის ხადამე ყველაფერი გამოგდის და ყველაფერს ვაკეთებ ის საკეთე არ არის ეგრე. ძალიან კარგად მესმის რა მდგომარეობაში ხარ, უბრალოდ საკუთარ თავთან რო ბრაზობ, რომ თორმეტი ადექი და გააკეთე, ხო? ანუ რამდენჯერ უნდა განიხილო, რამდენჯერ უნდა ილაპარაკო, რამდენჯერ უნდა წარმოიდგინო, ანუ ადექი გააკეთე რა და მე უფრო მარტივად მივხვდები. მართლა გინდა მაგის გაგრძელება, არ გინდა მაგის გაგრძელება, რატო უნდა ბიჯდეს ამი თვე და რატო უნდა ვილაპარაკო რაღაცაზე, რომ ამის გაკეთება მინდა, როცა შემიძლია ავდგე, როგორც მოვიფიქრებ, რომ ამის გაკეთება მინდა, დავიწყო გაკეთება და ის ამი თვე მაგის გარკვევაში გავაკეთო, მაგის გარკვევაში გავაგრძელო, რომ ნამდვილად ვიდეო თუ არა ამის გაკეთება. ეგ გავარკვიო, ვიდრე სამი თვე ვიჯდე უბრალოდ და ვიფიქრო, რომ ეგ გავაკეთო. ისამი თუ ხო შემიძლია დავხარჯო იმაში, რომ რეალურად გავიგო, მინდა თუ არა მაგის კეთება. მაგრამ გამგებმა გაიგო. კარგი, დასტე ნომერ 2-ზე გადავალ. მოგესალმები, დასტე ნომერი 2. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს და საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. და ვნახოთ რა უნდა იცოდეს დასტე ნომერი 2 ვინც აირჩია იმ ადამიანებმა. ფაქტია ძალიან დასვენება გინდა. ეს მაგის კაცი მოგდათხარი. ათხერხლები მაგ ძალიან ტოქსიკურ გარემოში ხარ და დასვენება გინდა. კაი, მაგრამ ეს ისე უბრალოდ. ვნახოთ ჯერ ორაკულის კარტით დასტე ნომერი 2 ვინც აირჩია ეს ადამიანები სად არიან. ენერგეტიკულად რა გაკვეთილს გადიან, რა უნდა იცოდონ, ეს ენერგია რაც მათთან შემოდის, რაც უნდა იცოდნენ, აი მაგასთან დაკავშირებით. Friendship and success and the guilt. მაგრამ მეგობრები არიან კონკრეტული მიზნისთვის საქმის ცხოვრებაში, წარმატება არის იმის გააზრება, რომ ყველაზე დიდი მიზანი არ არსებობს სამყაროში და guilt. I really believe that no longer assist in myself growth. და დანაშაული შეგრძნება. მოკლედ, შენ თუ ხარ ისეთ გარემოში, ისეთ სივრცეში, სადაც გონია რომ წარმატებას თუ მიაღწევ ის მეგობრები ვინც ყავს ცოტა ეჭვის თვალით შემოხედავენ და რატომღაც თავს დამნაშავედ გრძნობ თუ ოდნავ მეტად დაწინაურდები იმ კუთხით რომ თქვა უფრო მეტი შემოსავალი გექნება ან უფრო კარგ გარემოში მოხვდები ან უფრო მეტად დაალაგებული დასვენებული იქნები სტრესი არ გექნება და გონია რომ შენი მეგობრები ამას ვერ გაიგებენ და ცოტა დაღიქვამენ და გონია რომ რაღაცნაირად ხო ანუ ეჭვის თვალით შურით შემოხედავენ ეჭვით შემოხედავენ რაღაცა არ ხარ კარგ გარემოში მეგობრებისგან არ უნდა გქონდეს მაგის შიში რომ მე თუ წარმატებული ვიქნები მე აი ეს მეგობარი რა სიტყვის და როგორ მიიღებს ამას და როგორ მოიქცევა ესე იგი შეგიმჩნევია მაგ მეგობარში მსგავსი რაღაცა რა ითქვა შენი კარგი არ გახარებია ცუდია
მესმის მძიმე რთულია მაგრამ იმიტომ რომ ვიღაცამ თავი კომფორტულად იგრძნოს შენი ნათელი ენერგია კარგი ენერგია ბედნიერი ენერგია არ უნდა შეამცირო საკუთარი ნათება არ უნდა ჩააქრო იმისთვის რომ ვიღაცამ თავი კარგად იგრძნოს ის რომ იმასაც რაღაცა იმას უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს მაგრამ ის არაფერს არ აკეთებს ეგ იმისი პრობლემაა იმას წარმატების მიღწევა შეეძლოს და იცოდეს რას ნიშნავს წარმატება პრობლემა არ ექნებოდა იმაზე რომ შენ წარმატებას აღწევ მოკლედ ვიღაცა ხარ რომელსაც შეუძლია ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს ახლა ამ ეტაპზე რაღაცაში ამას მნიშვნელობა არ აქვს რაში უბრალოდ წინასწარვე გაფრთხილებ რომ თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნო მაგაში კაი ნახოთ ზუსტად როგორ გამოიხატება ეს ყველაფერი ტაროს კარტით რას ნიშნავს რა უნდა იცოდეს დასტა ნომერმა 2-მა 10-იანი მონეტები მაქვს და 7-იანი ხმლები მაქვს დასტის ბოლოში ანუ 10-იანი მონეტა ფული ბევრი ფული კარგია ფული კარგია გადასარევია სახლი კარი მანქანა რა ვიცი ანუ ყველაფერი რაც გვინდა დასვენება გოაობა არა ცოტა ისე კარგად რო ავწეროთ თვითონ კარტის ფუნქცია ასე ვთქვათ რაზე ლაპარაკობს როდესაც ის ამოდის ეს არის შენ როგორც წარმოგიდგენია რაღაცა შესაძლებლობა რაც გექნება მომავალში გულისხმობა იმ მაგალითად ხეს ხარ და ამბობ რომ თქვათ მე თუ დამაწინაურებენ მე რა მექნება შემოსავალი ამდენი და მე რადგანაც შემოსავალი მექნება ამდენი შეიძლება აი ამ რაღაცის გაკეთებას ან რამის ყიდვას ან ბინის ყიდვას ან მანქანის ყიდვას ან რაღაცა ამის შემდეგ ეს ყველაფერი ახდება და შენ შეძლებ მართლა რომ ეგ სურვილი აისრულო 10-იანი მონეტები ეხება ისეთ რაღაცას რაც გინდა და რაც მატერიალურია შეიძლება რომ იყიდო მანქანა შეიძლება იყიდო ბინა შეიძლება იყიდო სახლი ხო კერძო სახლი შეიძლება წახვიდე დასასვენებლად საზღვარგარეთ სადაც გინდა მატერიალურ დონეზე ასრულებული სურვილია ეს რაღაც რაც მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსურ ხარდაჭერას რომელიც შენ შეგიძლია რომელიც შენთვის განკუთვნილია ანუ გეკუთვნის იმიტომ რომ რაღაც წარმატებას მიაღწევ დაწინაურება იქნება თუ რაც იქნება როგორც წარმოგიდგენია წარმატება რაღაცა ანუ ეს ყველაფერი მოხდება მაგრამ შედენი ხმლები მეუნება იმას რომ რაღაცნაირად ხო ანუ თითქოს ფიქრობ რომ უნდა დამალო ეგ წარმატება უნდა დამალო ეგ შენი ხო ფიქრობ თითქოს რომ უნდა დამალო იმიტომ რომ მეგობრად შეიძლება არ გაუხარდეს ვიღაცა კონკრეტულს არ გაუხარდეს ცური თვალით შემოხედონ მე არ გამო მე რაღაცა პრობლემა შეიქმნას აი ამ წარმატებაზე ხო ძალიან ცუდ გარემოში ხარ შემოკარგო ადამიანო წოხვარ ხო ანუ სუფთა არჩევანი ისაა რომ უნდა გამოეცავო მაგ სიტუაციას და ეგ არის და ეგ იქნება მაგისი პასუხი უბრალოდ არ ვიცი რატო ხო სხვა ომში ბძენიაო ეგრე არ გამომივიდეს რომ გითხრა რომ აი ხო ადეპირად დაიკიდა ეს ხალხი და ხო და მე კითხვა შეიძლება შემომბრუნო რომ აი შენ მარტივად დაიკიდებდი მე კი სკასი ურთიერთობები აზრი არ აქვს უბრალოდ the hermit განდეგილი ენერგია ხო ნუ მე ეს გეუბნები რჩევაც ეგ არის რა რეალურად რომ უბრალოდ უნდა იყოს შენთვის ცოტა ხანი იქამდე სანამ ბოლომდე არ იქნები თავდაჯერებული იმიტომ რომ ექვსიანი კვერთხები მაქვს წარმატება უშუალოდ ეს დაწინაურება წარმატება ფული რაღაც საჯარო გამარჯვება რაღაცა რაც ხილულია სხვებისთვისაც ხო მაგალითად შეიძლება ძალიან დებილია ის მოსვლა მაგრამ აი 20 კილო დაიკელი და ყველასთვის შესამჩნევია ეს რა ანუ
ვიღაცა შეიძლება შეშურდეს მაგისაც, მაგრამ რავი. ხო და ანუ ეგეთი შესამჩნევია, რაღაცა არის შესამჩნევი. აა საჯარო გამარჯვება რაღაცა ისეთი. უბრალოდ თავს დამნაშავედ გძნობ, რომ ეს სავარაუდოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ მეგობარსაც უნდოდა ეგ ვერ გეტყვი. ეს ბოლოში იყო და მაინც ამომიხდა რა, ხო. Knight of Swords. და შვიდიანი კვერთხები მაქვს და მზის კარტი მაქვს და მერე ცხრიანი თასები მაქვს კიდე. ძალიან სწრაფად მოხდება ეს ყოველივე, ძალიან მალე და სწრაფად აგისრულდება ეს სურვილი. იმდენად სწრაფად შემოვა, ცოტა defense ჩაგერთვება, თავდაცვის მომენტი ჩაგერთვება. მოკლედ ეს უნდა გცოდნო და რაღაცნაირად წყდება ინფორმაცია რა, ანუ აღარ მოდის რამე ისეთი, უბრალოდ არ მოგერიდოს და თავიდანვე შავად არ იგრძნო, იმიტომ რომ რაღაცა გამოგივიდა და ხო, სამყაროს კარტი მაგ ახლიდან იწყებ რა, ანუ წრეს, ახალ წრეს იწყებ, ახალ გარემოში გადადიხარ, ახალ სამყაროში გადადიხარ, ახალ ნაცნობებში, ახალ ადამიანებში, ანუ მოკლედ ვითარდები რა. ძალიან მომწონს რაღაცა ენერგია სულ ვითარდება და წინ მიდის წინა დასტაჟიც განვითარება იყო, ახალი ეტაპი იყო ცხოვრების. აქაც ახალი ეტაპია, ეს ძალიან მომწონს. მოკლედ არ იდარდო რა, უბრალოდ ადექი და იყავი ის რაც ხარ, ვინც ხარ, წადი წინ, გააკეთე ის რის გაკეთებაც გინდა, შენი სამყარო, შენი ცხოვრება, ის ვიღაცა ადამიანები, ვიზაც ცოტა გეშინია რომ თქვათ რაღაცა ცოტა ისე შემოგხედა, ანუ შემოგხედონ ანუ დღის ბოლოს შენ თვითონ მარტო ხარ. ძალიან ისე რა ვთქვათ რა, ანუ შენი გადასაწყვეტია შენი ცხოვრება და ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა, რომ აი მე არ თქვა, რომ ხო მე არ დააბრალოს სხვას რაღაცა. ხო, ანუ არ ვიცი. ზუსტად ბოლომდე არ ვიცი როგორ უნდა იმის თქვა, იმიტომ რომ ზოგადად მე არ მაქვს ხოლმე ის მომენტი, რომ ანუ მაქვს ის მომენტი, როდესაც გავს სიტუაცია მქონია, რომ აი რა აზრი აქვს რომ მოუყვე, მაინც არ გაუხარდება, არ მინდა რომ რაღაცნაირად იბრძნოს თავი, ხო, იმიტომ რომ მაგრამ მე გადავლახე ეგ მომენტი, მხოლოდ იმიტომ რომ იცი რა, თუ იგრძნოდა თუ რამე არ მოეწონა და რამე ისე მითხრა და შურის თვალით შემომხედა რა შემდეგ, ანუ უბრალოდ ოკეი, კაი, დამთავრდება მე რა ეგ მეგობრობა რა, ძალიან მარტივია. 27 კაი, 28. მოკლედ, მოგესალმებით, დასტა ნომერი 3. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვს. ლამაზად. და ვნახოთ რა უნდა იცოდეს დასტა ნომერი 3, ვინც აირჩია იმ ადამიანმა. რა უნდა იცოდეს, პირველ რიგში დავაკვირდეთ ორაკულის კარტს. პირველ რიგში დავაკვირდეთ ორაკულის კარტს, თუ რას გვეუბნება. რაც უნდა იცოდე მაგასთან დაკავშირებით, რა არის სასწავლი, რა გარემოში ხარ, რას სწავლო. Peace. I am being of love and I release all negative energy. Okay. Failure, I understand that a mistake is only an opportunity to learn. მოკლედ რაღაცა შეცდომა დაუშვი და მაგის შედეგს ნახულობ. რადგან ესე იმას მოიმკის თემა არის. უბრალოდ აქ ესე არ მაქვს რაღაცა ძალიან დრამატული და გრანდიოზული და რაღაცა იქნება. უბრალოდ ცოტა მეტად მიდიხარ იმის გააზრებამდე, რომ შეცდომები მხოლოდ იმიტომ
არის კარგი რო ხდება რომ შეცდომებზე სწავლობ ადამიანი და რაღაცნაირად მე სიმშვიდეს მოიპოვებ მაგ ყველაფრიდან რომ ხო, კაი, შეცდომა დავუშვი, რა მოხდა მე ყველა ადამიანი იცდება, შეც ადამიანი ხარ, თუ არ განსხვავდები და მე გადმოდიხარ ისე იმ ნათელ ამაზე ენერგიაში, რომელშიც ხარ ხოლმე ძირითადად, ხო? არა უშავ, შეცდომას ყველა უშვებს. აი, ნახოთ ზუსტად რა უნდა იცოდე, რას ეხება ეს ყველაფერი. Ace of Swords. ვიღაცას რაღაცა უთხარი. ვის რა უთხარი? ვინ მოცელებ? ერი დაკოდილი გამახსენდა. ვიღაცას უთხარი რაღაცა ძალიან მწარეთ ალბათ და რაღაცნაირად მაგაზე ცოტა დავდობ. ხუთიანი თასები მაქვს. ხო რა, ცოტა ნანო. რო რაღაცა არ გინდოდა რომ ეგრე მწარეთაც გეთქვა. მაგრამ მე გავაგამართლებდი იმ კუთხით, რომ თუ უთხარი, ესე იგი იმ დროს ეგრე გძნობდი, რომ უნდა გეთქვა რა. Knave of Swords. მეორე ვარიანტი. ან რაღაც გაიგე ისეთი ამათ ძალიან დაგწყვიტა გული ანი მაგითხრა რაღაცა ძალიან დაგწყვიტა გული ამ ყველაფერმა რაღაცამ და ეგ შეცდომის ამბავი რადგანაც ამ ყველაფერს აღიქვამ შენ შეცდომად ну ხო შეიძლება აღიქვა იმ კუთხით რომ თუნდაც აი რატო მიეცა ამ ადამიანს რაღაცა შანსი ან უფლება ან რატო გეგონა საერთოდ რომ მოსწონდი ან რაღაცა მაგ კუთხით შეიძლება წავიყვანო ეს ამბავი მაგრამ რაღაცნაირად ფაქტია რომ არის რაღაც ინფორმაცია რომელმაც თვალი აგიხილა და რომელმაც არა უშავს ყველა ცდება ეგეთი ენერგია შეგიქმნა რა უნდა იცოდე The Lovers შეყვარებულების კარტი მაქვს და 10-იანი მონეტები მაქვს The Emperor მაქვს 8 of Cups მაქვს და რატო? Betis Porpale The Sun and the Death Segutenes carte მოკლედ ორი ვარიანტია ისევ ერთი არის ის რომ სხვა ადამიანი აირჩია იმ ვიღაცამ ან უკვე დაოჯახებული ადამიანი იყო და დარჩა ოჯახში და შენ ცოტა ესე გეგონა რომ წამოვიდოდა და თქვა ჩემთან იქნებოდა მაგრამ ესე არ მოხდა ან შენ თვითონ ხარ ის ადამიანი რომელმაც გადაწყვიტა რომ უბრალოდ სხვა გზა აირჩიოს მაგრამ საბოლოო ჯამში რაც უნდა იცოდე ეს არის Ace of Cups, Wheel of Fortune, Betis Porpale, თასები თასის ტულზე Betis Porpale მზე და სეკველის კარტი საბოლოოდ რაც უნდა იცოდე არის ის რომ ახალი ენერგია, ახალი შანსი, ახალი სიყვარული გამოჩნდება, ახალი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც შენი ბედია, რომელიც გაგაბედნიერებს, რომელიც ძალიან ბევრ ამას შეცვლის შენ ცხოვრებაში. უბრალოდ აი იქ რაც მოხდა,
დაცილდით, ჩხუბეთი, კამათეთ, ოჯახი იყავით და დაინგრა. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, ფაქტია, რომ ისეთი რაღაცები ენათქვამის, საიდანაც უკან დაბრუნება არ მოხერხდება. თუ მაინდა-მაინც ოჯახის ამბავი არ არის, შეიძლება ურთიერთობა იყო და ფაქტია, რომ ეგ ურთიერთობა დამთავრდა. თუ მეგობრობდით და რაღაცა მიზანი გქონდა, რომ ადამიანთან მერე რაღაცა ერთად იქნებოდით, მერე ჩდება, რომ ესე არ არის. ყოველი შემთხვევისთვის, აი ეს ყველაფერი რომ ავიღოთ უბრალოდ არ გამოვიდა რა. უბრალოდ არ გამოვიდა, მიზეზებს შეიძლება ეძებ, პასუხები გინდა. თუმცა ფაქტია, რომ ეს პასუხები ძალიან კარგად იცი და რაღაცნაირად აი მაგის მიღებაზე ხარ, რომ ხო ვიცოდი, მესმის, გასაგებია და ნელ-ნელა ანუ აი გულგატეხილობიდან გადადიხარ იმ ახალ ენერგიაში, რომელიც არის სიმშვიდე, რომელიც არის გააზრება იმის, რომ სიყვარულის არსება ხარ, ზოგადად ნეგატიურ ენერგიას უშვებ, შეცდომა რაც დაუშვით იყო ის, რომ თქვათ ამ ადამიანს ვენდეთ, ან შეცდომა დაუშვით ის, რომ რაღაც ამას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამაზე და ახლისკენ მივდივართ, ახალი ცხოვრებისკენ მივდივართ, ახალი ეტაპისკენ მივდივართ, სადაც სრულად ახალი სიყვარული ჩდება და ახალი ადამიანი ჩდება, რომელიც ფაქტია, რომ შენი ბედია, იმიტომ რომ ბედის ფორბალი მოხდა მზის კარტი მაქვს, რომელიც სიკვდილთან ერთად სიკვდილი უბრალოდ ტრანსფორმაციაა და განასხვანებაა, ხო, ანუ შენი ცხოვრება იცვლება შემდეგ აი ამ ახალი სიყვარულის გამოჩენით. უბრალოდ შენ რო ეგ ყველაფერი მიიღო და შეძლო ამ ახალი ენერგიის მიღება, ძველი უნდა გაუშვა. და ზუსტად მათ ხარ, რომ უბრალოდ ძველის გაშვებაა საჭირო ყოველგვარი აი ამ შეგრძნებით, რომ აუ და რაღაცა ყველა უშვებს შეცდომას. რაღაც ძალიან პეტრე გამოვიდა ეს გაშლა. მაგრამ მესიჯი უბრალოდ აღარ შემოდის, ესე რომ თქვა. უბრალოდ ეგ უნდა იცოდე, რომ ყველა ვარიანტში ახალი ენერგია მოვა. და აი ამ ენერგიას მე ახალი ენერგია შე როგორ მოექცევი, მაგის მიხედვით წავაჭედე ახლიდან, შეიძლება იგივე წრეზე დატრიალდე, ან სრულად ახალ წრეზე წახვიდე. და ამ ახალ წრეზე წასვლა თუ გინდა და იგივე გარემოში არ გინდა რომ მოხვდე, უბრალოდ უნდა მისცე საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ არა უშავს. მართლა არა უშავს. მოკლედ, ამაზე ადამიანებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ და დროებით.